დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ სათფურში შემოვიყუჟეთ. წელიწადის ამ დროს აქ ყველაზე უფრო დიდი სიმშვიდე, სიწყნარე, სილამაზეც თუ გნებავთ. დიდი მოსამზადებელი სამუშაოებია. ეს ჩვენმა მაყურებელმა უკვე იცის, გარეთ ჯერ ისე გამოიყურება ბაღი, გეგონება რომ გაზაფხული არასდროს არ მოვა. აქ უფრო საიმედოთაა მდგომარეობა, ჩითილები უკვე ნელ-ნელა ამოდის. თესვა დავიწყეთ, მომზადება დავიწყეთ. ჩვენს უკან მთელი ხალიჩა, სუკულენტების და აქ სითბოა და ნესტიანი გარემოა. ეს ნესტი, სითბო და ასეთი მიკროკლიმატი, სასათბურე პირობები, როგორც იტყვიან პროფესიონალები, ხელს უწყობს იმას, რომ გაღივდეს მცენარე ადვილად, ამოვიდეს ადვილად, დაფესვიანდეს ადვილად, კალამი ადვილად დაფესვიანდეს. ყველა მებაღე და მათ შორის ჩვენს ლაპარაკს სეზონს იწყებს ნიადაგით, მიწით და იმ ნაზავით, რომელიცაც ჩვენ ძალიან ამაყები ვართ. სურა, გამარჯობა. გამარჯობა დილამშვიდობისა. გავუზიაროთ ჩვენს მაყურებელს იმ მიწის პროპორციები, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ და რომელშიც ვრგავთ როგორც თესავთ, როგორც ჩითილს, თესლს ვრგავთ როგორც ჩითილს და ვრგავთ როგორც დიდ მცენარეს. უნივერსალური ნაზავის რეცეპტი გვინდა რომ გაგიზიაროთ იმ მეთოდით, რასაც ჩვენ ვიყენებთ ყველა მცენარეს. ყველა მებაღეს, ყველას. ნაკლებად ამბიციურსაც, ვისაც ცოტა პრეტენზია მაინც გააჩნია, აქვს თავისი მიწის ნაზავი, თავისი პროპორციებით შედგენილი. ზოგი სხვისგან აღებული და მოპარული, ზოგი თავისი დაკვირვებით მიღებული, ჩვენ ზოგი სხვისგან ავიღეთ, ზოგი ჩვენი დავამატეთ, გამოცდილება მივამატეთ, შეცდომები რომელიც მოგვსვლია მივამატეთ. გავითვალისწინეთ რჩევებიც და გავაკეთეთ როგორც იქნა. ჩვენ გვაქვს კარგი ნიადაგი, კარგი შეზავებული მიწა, რაც საწინდარია მებაღის ყველა წარმატების. თუ არ გექნება კარგი მიწა, ისე ვერ გექნება კარგი მცენარე. ეს 2x2 4-ია. ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს ბოდიში შეგაწყვეტდნენ სურა, რაც არ უნდა ჯანმრთელი. ესაცერა იღეს ზურანა, მეტარი თამაშობ. რაც არ უნდა ჯანმრთელი მცენარე. მოინდობა ახლა თუ არ არის კარგი ნიადაგი, კარგ ნიადაგში, ნაყოფიერ ნიადაგში, კარგად დრენირებულ ნიადაგში და მსუბუქ ნიადაგში ჩარგული მცენარე, რაც არ უნდა ჯანმრთელი იყოს, ის აუცილებლად დაავადდება. მისი მიწისზედა ნაწილი არ გაიზრდება კარგად. არ ექნება სრულყოფილი ღერო, ფოთოლი და ყვავილი. ხო და დეკორატიული მცენარე და არადეკორატიული მცენარე ფაქტიურად ეგ არის. ფესვი, ღერო, ფოთოლი, ძირითადი ორგანოები. ჩვენ ვიყენებთ ნიადაგს და აქვე ნიადაგზე გეტყვით რომ ჩვენთან ძირითადად ფერით ანსხვავებენ ნაყოფიერია თუ უნაყოფო, მაგრამ გეტყვით რომ ჩვენ მასი არ ვართ და ამას შეცდომად ვთვლით. შავი ნიადაგი, შავი ფერის ნიადაგი სულ არ ნიშნავს იმას, რომ ის აუცილებლად ნაყოფიერია. კახეთში რომ მივდივარ, მდელოს ყვითელმიწა ნიადაგებია, მაგრამ მასეთი ნაყოფიერი ნიადაგები იშვიათია. ამიტომ ნიადაგის ფერით მისი ნაყოფიერების განსაზღვრა შეცდომა. რა თქმა უნდა, მუქი ნიადაგი უფრო მეტ ნეშომპალას შეიცავს, მაგრამ არც ფლად მასი არ არის ხოლმე. ერლიტი გავცრათ, ეხლა გავაკეთოთ. ესე იგი, პირდაპირ უთხრათ რეცეპტი რომ უთხრათ მაყურებელს. ვიღებთ 3 წილ დამიწებულ ნაკელს, რომელიცაც დაკარგული აქვს ნაკელის ღირებულება, ღირსება. და ფაქტობრივად დამიწებული ნიადაგია. მიწა ფაქტიურად, ნაკელი ის არის ფაქტიურად მიწა, 3 წილი. რედროებში იმიტომ გვაქვს თქვენთვის მომზადებული ყველა კომპონენტი, რომ თვალსაჩინო იყოს. სულ ამას საცერში გაატარებს და საცერში გატარებას მარტო ესთეტური თვალსაზრისით არ ვაკეთებთ, მარტო ესთეტურად რომ ლამაზი იყოს, შესაფერისად უფრო მსუბუქი გამოვა მისი სტრუქტურა. ჩვენი კამერები აქ იორთქლება, იმდენად თბილა, რომ ცივი კამერა რომ შემოდის, იორთქლება. მე ხა იმ კამერის ობიექტივს გავწმინდა, რომ უკეთესად გამოუჩნდეს. 3 წილი ნიადაგის შემდგომ დავაყაროთ 1 წილი ნაკელი, გადამწვარი ნაკელი. გადამწვარი ნაკელი დამიწებული ნაკელისგან განსხვავდება როგორც ფერით, ისე სტრუქტურით. ყავის ფერი უნდა იყოს, აი ყავის მარცვლის ფერი უნდა იყოს, ყველაზე კარგ კონდიციაში და კარგ ნაყოფიერებაში ზუსტად ამ დროს არის. ხო, აი დაფქვილი ყავები რომ იყიდება ბაზრობებზე და ყავას რომ აქვს, რომ შეხედავ და ყავას რომ გავს, აი მაშინ არის ნოყიერი. ნიადაგს, ესე იგი, უმჯობესებს როგორც ნაყოფიერებას, ისე სტრუქტურას. ნაკლებად წებოვანი ხდება და ეხლა 3 წილი ხომ ავიღეთ დამიწებული ნაკელი, ესე იგი მიწა ფაქტიურად. 1 წილი ავიღეთ ნაკელი. ეხლა 1 წილი დავამატოთ, 1 წილი არ უნდა ნახევარი დავამატოთ. ნახევარი დავამატოთ პემზა
და ნახევარი დავამატოთ ქვიშა, მდინარის ქვიშა. პემზა და ნახევარი დავამატოთ პერლიტი. ეხლა ამ სამივე კომპონენტს ის ძირითადი კომპონენტებია 3 ერთზე. 3 ერთზე, 3 წილი მიწა, 1 წილი გადამწვარი ნაკელი, ნახევარი პერლიტი, რა ქვია მაგას, პემზა და მდინარის ქვიშა. ამ სამივე დანამატს აქვს სამივეს თავთავისი მნიშვნელობა, თავთავისი ფუნქცია. ერთი აძლევს ნიადაგს კარგად აერაციის საშუალებას, სიმსუბუქეს, აი ეს პერლიტი. ეს პემზა ახერხებს იმას, რომ წყალი აიღოს ნიადაგმა და შეინახოს. პერლიტს ამ პემზას აქვს უნარი აიღოს წყალი და დიდხანს შეინახოს და მე ნელ-ნელა მიაწოდოს ფესვებს. და ქვიშა აძლევს კარგად სიფუმფულეს და დრენაჟი, რომ წყალგად გავიდეს წყალი. კიდევ ერთი ამბავი რაც არის, თუ ტერასებზე გვინდა მცენარის დარგვა, ხშირად ტერასებზე კონსტრუქციული საშუალება არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ძიმე ქოთნები დავდგათ. ეს არის ჩვეულებრივ ქოთანში დაბლა, რაც შეგვიძლია რომ დავდგათ და დავრგათ იმ მცენარისთვის განკუთვნილი ნიადაგი, მაგრამ ხშირად არის ტერასებზე ბაღების მოწყობა ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად აწყობენ ბაღებს და კონსტრუქციული სიმყარე არ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავდგათ მძიმე ქოთნები. ამიტომ იქ ნიადაგი უნდა დავამსუბუქოთ და ამ შემთხვევაში ხელს გვიწყობს ამ საქმეში პერლიტი. პერლიტი გარდა იმისა, რომ აბევრებს ნიადაგს და კარგ დრენაჟირებას უკეთებს ნიადაგს, მსუბუქდება თითქმის 1-2-რად ამსუბუქებს ნიადაგს პერლიტიც და შემდეგ უკვე პემზა. ამიტომ უფრო მეტი პერლიტი დავამატოთ ხოლმე ტერასებზე ბაღის გაშენების დროს. პერლიტის შემთხვევაში უთხრათ მაყურებელს, რომ პერლიტი არის ნეიტრალური მასალა, არა აქვს არავითარი შემცველობა, არავითარი ქიმიური შემადგენლობა. შესაბამისად, მცენარისთვის მის დამატებას არც დადებითი თვისება აქვს, არაფერს არ ცulis, გარდა იმისა, რომ ნიადაგს ამსუბუქებს. ასეთ შეზავებულ ნიადაგში, ამ ჩვენი რეცეპტით შემზევებულ ნიადაგში, რომელშიც შედის 3 წილი მიწა, 1 წილი ნაკელი, ნახევარი წილი ქვიშა, ნახევარი წილი პემზა და ნახევარი პერლიტი. ჩვენ ვდგავთ მცენარეების უმრავლესობას. დასათესად, როცა ვიყენებთ, აი ნათესარებში, ყუთებში, როცა ვთესავთ, იმ ყუთებში დასათესად ჩითილის გამოსაყვანად არ ვიყენებთ არც პერლიტს, არც პემზას. მხოლოდ ვაკეთებთ ქვიშას და მიწას, ნაკელსაც არ ურევთ. ნაკელს იმიტომ არ ურევთ, რომ იქ ბევრი ბაქტერია, ბევრი სოკო მიყვება და არ დაგვილპეს. ნახეთ რა მინდა შედარებისთვის და ერთი ამბავი ვახსენოთ. ეს არის აგროპერლიტი. ეს არ არის სხვა საქმიანობისთვის განკუთვნილი პერლიტი, ნამდვილად აგროპერლიტია და შედარებისთვის ეს 10 ლიტრიანი ვედრა არის დაახლოებით 3 კილოგრამი. ეს 10 litrიანი გადამწვარი ნაკელი დაახლოებით არის 10 კილოგრამი. ამიტომ ვამბობთ, რომ თუ მეტ პერლიტს დავაყრეთ ტერასისთვის განკუთვნილ ბაღებში, გაცილებით მსუბუქი იქნება. და ის 10 კილოიანი ვედრა 20 კილო. ეს მდინარის ცილა კი 20 კილო. სხვათა შორის დრენაჟისთვის უფრო მსუბუქ მასალას ვიყენებთ, ვიდრე ჩვეულებრივი კენჭია. სურა ეს ერთხელ კიდე გადავცრათ, აბა და შევხედოთ რა გამოვა. ჩვენ თქვენთვის გვიჩვენებია და აწი კიდე უფრო გაჩვენებთ თესვას, გაჩვენებთ კალმის გაკეთებას, რა თქმა უნდა, გადარგვას, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ. რა საკვირველია ეს დაუდგათ ქვეშ და მაგაში გავცრათ ეგა და ვნახოთ რა გამოვა მაგისგან. და თუ ტორფიანი მცენარის გადარგვა გვინდა, ამაში 1 წილი ნეიტრალური მჟავიანობის ტორფი რომ შეურიოთ, ახალ ჩამოტანილ ტორფიან მცენარეს კარგად გამოვიყვანთ. ჩვენ როცა ვახსენებთ მცენარის მიწას, ქოთნის მიწას, ამას ასე უბრალოდ ასე ვეძახით სამოყვარულოდ ნიადაგს თუ არა, ისი ამაში წესით უნდა შედიოდეს 7-8 კომპონენტი, იმისთვის რომ მივიღოთ სრულფასოვანი სუბსტრატი მცენარის გასაზრდელად, რომ მასში შედიოდეს ყველა მინერალური სასუქი, ყველა მიკრო და მაკრო ელემენტი, ის რაც მცენარეს ჭირდება ბუნებრივი კვებისთვის. რა თქმა უნდა, ტორფიან ქოთანში გაზრდილი მცენარის ეს არც ერთი არაფერი არ სჭირდება, ყველაფერი ხელოვნურად მიეწოდება. ამით განსხვავდება ერთმანეთისგან ტორფიან ქოთანში გაზრდილი მცენარე და ბუნებრივ ნიადაგში ბუნებრივ უთხრათ, რომ ახლა ღია გრუნტში მცენარეს, როდესაც ურგავთ ასეთი პირობები მცენარეს არ სჭირდება და იქ უფრო უხეში ნიადაგი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ქოთანში, პატარა ქოთანში, რასაც ურგავთ, ასეთ შეზავებულ ნიადაგში დარგული მცენარე აუცილებლად გაიხარებს და განვითარდება. და ხელითაც ეტყობა, ჩვენ უკვე ისე ვართ უკვე შეჩვეულები და
ნასწავლი გვაქვს ეს რაღაცა კანის დონეზე ვგრძნობთ, რომ ხელს რომ ჩავყოფთ მიწაში, უკვე ვგრძნობთ რა შემცველობისაა, რა სტრუქტურა აქვს, რა კონდიციაშია. და კიდევ ერთი აუცილებლად ჩვენმა მაყურებელმა უნდა იცოდეს, თუ შეინახავთ ასე პარკებში დაფასებულ მიწას, ის უნდა იყოს აუცილებლად გრილადგილას და ნესტიანი უნდა შეინახოთ. მიწა ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალი ამბავია, აქ სულ მუდმივად მიდის ბაქტერიული და მიკროორგანიზმების პროცესი, ამიტომ მისი ძალიან გამოშრობა ავნებს ამ პროცესს, აჩერებს ამ პროცესს და მიწა ყოველთვის უნდა იყოს ნესტიანი. ნესტიანი და არასველი. კარგად დანესტიანებული მეთოდი არსებობს ნიადაგის სტრუქტურის შემოწმებისა. მუჭაში რომ მავიღებთ, კარგად რომ მოუჭერთ და გაუშვებთ ხელს, ადვილად უნდა იბზარებოდეს. ხო, არ უნდა იყრებოდეს. არ უნდა იყრებოდეს. თუ შეიკრა, ესე იგი ის არ არის კარგად დრენირებული ნიადაგი და მასში ფესვთა სისტემა შეიძლება ფესვთა სისტემა ვერ ისუნთქოს და ვერ გაიხაროს. ჩვენი ძველი თანამშრომლები იყვნენ კუშტი მიწაო, კუშტი. ეს რას ნიშნავს? იყრება და არ იშლება. აი ეს ადვილად იშლება. ადვილად იშლება და აი ამაზე ეტყობა ეხა პირდაპირ ეტყობა რომ კარგია და არც ხელის ჩაყოფა კარგ მიწაში მებაღეს მით უმეტეს ხელის ჩაყოფის არ უნდა ეშინოდეს და ეზარებოდეს. ესე ვუთხრათ ისიც რომ მცენარე სუნთქავს როგორც ფოთლებით, ასევე ფესვით. ამიტომ ფესვებში ნიადაგის სიმსუბუქე მცენარის სიცოცხლის უნარიანობისთვის მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ გაუმეოროთ. 3 წილი მიწა, 1 წილი გადამწვარი ნაკელი, ამას ძალიან ხშირად გვეკითხებიან და მე ვიცი ეს ბევრს აინტერესებს. ჩვენი რეცეპტი ეს არის და ამას ხშირად ასე საჯაროდ კი არა, კოლეგასაც არ გაუზიარებენ ხოლმე, მაგრამ ღმერთია მოწამე მე არ მენანება ალალი იყოს. 3 წილი ტყის მიწა, 1 გადამწვარი ნაკელი ჩვენ შემთხვევაში, დამიწებული ნაკელი, ანუ მიწა. ასე ვთქვათ, ტყის მიწა 1 წილი გადამწვარი ნაკელი, დამწვარი ნაკელი 2-3 წლის, მეტი არა, ნახევარი წილი პემზა, ნახევარი წილი მდინარის ქვიშა, ნახევარი წილი აგროპერლიტი და არა სამშენებლო პერლიტი. აი ეს არის მთელი ფილოსოფია. იმის მიხედვით, რა მცენარე გაქვთ, შეგიძლიათ რომელიმე მათგანის შემადგენლობა გაზარდოთ, პროპორცია. თუ ბრტყელფოთლიან მონსტერას ტროპიკულ მცენარეებს გასცით, 1 წელი შეგიძლიათ ნაკელი დაამატოთ. სუკულენტების შემთხვევაში ამ სამ დამატებით კომპონენტს, ქვიშას, პერლიტს და პემზას ნახევარი წლის მაგალითად თითო წილს უკეთებთ. და ის ბაზა სიმშრალე უყვართ. ამ ბაზას სულ ვინახავთ და ეს უნივერსალური ნაზავი სულ გვაქვს, ყველაფერს მოერგება და ამასთან დამატებით ან პროპორციის მომატებით ან მოკლებით იმის მიხედვით რისთვის ვიყენებთ. მე მგონი რომ ეს საჭირო რჩევა იყო, მე მინდა რომ ამით დავიწყოთ ჩვენ წლევანდელი სეზონი, იმიტომ რომ მე ყველაფერი ამაზეა დამოკიდებული და ყველა გზა მოვდივართ აქ მოდის. ეს არის ბაზა, ეს არის პური. ეს იმას ნიშნავს რომ საფუძველი მებაღეობის აქედან იწყება ყველაფერი, ამიტომ ჩვენ ამით ცოტა ამაყებიც ვართ, რომ ეს გამოგვივიდა, კარგად გამოგვივიდა. ვიღაცისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და გვინდა რომ გაგიზიაროთ ეს ამბავი. გარეთ დიდი სამუშაოები მიდის ახლა, შეიძლება კიდეც ისმის ტრაქტორის ხმა, გაგვაქვს ნაგავი, ვაწესრიგებთ, ვამზადებთ და თქვენთან ერთად გავაზაფხულებთ. სხლავთ. 1 მარტამდე ჩვენ სტუმრებს ვერ ვიღებთ, რა თქმა უნდა, ადრია ჯერ, მეგობრებო, სამებაღეო საქმეებისთვის. მოითმინეთ ცოტა და 1 მარტიდან დიდი სიხარულით. მანამდე ვიდეოებით არ მოგაწყენთ. მანამდე ვიშრომებთ იმისთვის, რომ 1 მარტს დაგხვდეთ სამაგალითად. ბედნიერად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის. დიდი მადლობა. ნახვამდის.